ნონემ დაწერა, ადვოკატი გამოვიდა, ისაკოდევიძე ნაცემია, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ამაზე ჩვენი პასუხი არის ის, რომ ყველა ვინც ჩართულია ამ ადამიანის დევნაში, ყველას შესახებ ინფორმაციას მივიღებთ, იქამდე ვიდრე რეჟიმის შეიცვლება, ამას მივაწვით ყველა საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც სანქციებაზე მუშაობს და ამის მიღმა ეს ადამიანები ყველანი სათითაოდ ანუ მათი საუკეთესო სასჯელი ის კი არ არის რომ ლინჩის წესით გავასამართლოთ და იგივე მოხდეს და იგივე მათი საუკეთესო სასჯელი იქნება სამართლიანი გამჭვირვალე პროცესი რომელიც დაიწყება საქართველოს პარლამენტში საჯარო საგამოძიებო კომისიაში და აი ყველა აი ვინც ის კოსაიხა სახში ვინც იყო მათთან შევარდნილი ყველას ნახავს ქართველი ხალხი მისულს საგამოძიებო კომისიაზე რომელიც პასუხებს გასცემს კითხვებს ვინ ავალებდა აი ამ ყველაფერს ვინ ავალებდა ვინ მისცა ეს დავალება ვინ გაუშვა ამ დავალებაზე და ასე შემდეგ ხო ანუ აი ეს ამას ყველაფერს ნახავთ ან ჩვენ ამ ამბავს ვიგებთ აი ეხლა ვინც ურტყავს ამ ხალხს ვინც ხაპირში აფურთხებს ვინც გაუპატიურებით ემუქრება ვინც რაღაცა სუნამოებს და დედის ოპერაციის ფულს პარავს ხო ეს საზიზღრები გასცემენ პასუხებს კითხვას ვინ ავალებდა ამ ყველაფერს და მე ის გასცემს პასუხს კითხვას იმას ვის ავალებდა და მოკლედ აი ამას ყველაფერს ამ ამბავს თავადვე მოგვიყვებიან მას შემდეგ როდესაც რეჟიმს დავამარცხებთ მთავარია რომ ნებისყოფ არაფრით დავაზიანოთ მთავარია რომ ფალშტარტებით ნებისყოფ არ დავაზიანოთ მთავარია რომ მარათონის ნებისყოფა რო გჭირდება ჩვენ დაუნებურად სპრინტის წამზომები არ ჩავირთოთ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს აქ თავისი წესები და წესებით თუ ვივლით გავივლით ამაში ვარ დარწმუნებული